გესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი უძლიერეს ვიდეოთი, როგორც ყოველთვის მე ჩვევია, ძალიან ძლიერი ვიდეოები დაბრუნება და თუ გახსოვთ ჩემი წინა ვიდეო, მე გასწავლეთ თუ როგორ გავხდეთ 100 ლარიონერი ძალიან მარტივი გზებით. დღეს მე გასწავლით თუ როგორ გავხდეთ 1000 ლარიონერი. მე შეგპირდით და წინა ვიდეოში გითხარით, რომ თუ გავხდებით თქვა 1000 ლარიონერი, მე ჩავწერ ტუტორიალს და გასწავლით როგორ გავხდეთ 1000 ლარიონერი და მოხდა სასწაული, როგორც ჩემი ცხოვრება სავსეა სასწაულებით, ჯერ 100 ლარიონერი, ახლა 1000 ლარიონერიც გავხდი და დღეს მე დეტალურად გასწავლით თუ აი step by step გასწავლით როგორ გავხდეთ 1000 ლარიონერი და იმედია გამოგატირებათ ეს ტუტორიალი და რა თქმა უნდა მიმჯერა რომ თქვენ გაყევით 1000 ლარიონერები. და დავიწყოთ თან ვითამაშებ და ისე მოგიყვებით რა როგორ გავხდეთ 1000 ლარიონერი. ესე იგი რა მოხდა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში რა. ანუ ხო ვიყავი 100 ლარიონერი და ხო გავხდი 1000 ლარიონერი და ანუ ეს backstory ხო უნდა მოყვე როგორ გავხდი 1000 ლარიონერი. ესე იგი არაფერი არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ვიყავი უმუშევრად. და ფიქრობდი, მეთქი 100 ლარი მაქვს ხო? როგორ გავხდე 1000 ლარიონერი? ანუ ეს კითხვა მაწუხებდა და ფიქრობდი ყოველ დღე და ყოველ საღამოს და მივედი დასკვამდე რომ უნდა დავიწყო მუშაობა და მივხვდი რომ მე თუ მიმუშავებდი, ანუ ხელფას ხო ვიღებდი და ხელფას რა ვიღებდი 1000 ლარიანიც გავხდებოდი ადრე თუ ვიან, იმიტომ რომ აი თქვათ გაქვს 1 ლარი ხო ხელფასი თვეში. 1 ლარი 1 თვეში, 2 ლარი 2 თვეში, 3 ლარი 3 თვეში, 1000 თვეში მე უკვე გავხდებოდი ესე იგი 1000 ლარიონერი. ეს იყო გეგმა. 1000 თვე, აი კალკულატორი რომ ნახოთ აქ. ესე იგი 1000 თვე არის რამდენი დრო? 1000 თვე რომ გავყოთ 12-ზე, რომ წელიწადში რამდენი წელი დაგვჭირდება გავხდეთ 1000 ლარიონერი, ხო? კითხვა ისმის 12 რო გავყოთ 83, ხო? 83 წელიწადში, ანუ თვეში 1 ლარი რო გააკეთო 83 წელიწადში იქნება 1000 ლარიონერი. 83 წელში და 3 თვესა და 3 რაღაცაში. ანუ ძალიან მარტივია მე მგონი ხო? ყველა შეუძლია 83 წელი თითქმის ყველა ცხოვრობს, აი მაგალითად ბებია ჩემი 90 წლის არის. ალბათ თქვენ გყავთ მე ასნაცნობი ბებია, ბაბუა და რავი მეზობელი, რომელიც 83 წელზე მეტი ხნის არის და ანუ 1000 ლარი ეს რავი შვენიერი თანხაა და რა თქმა უნდა ეს გეგმა მოკლედ დავისახე მე რომ მუშაობა უნდა დამწყო და გამხდარიყავი 1000 ლარიონერი და საკმაოდ დიდი ხანი არ მუშაობდი, მინდა ვაღიარო. იმიტომ რომ ჩემთვის სასურველი სამსახური ვერ ყოფდებით. მე ხო ცოტა ზარმაცი ბიჭი ვარ. მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ რავი რა ყოფდებით ხა მეზარება მუშაობა. იმიტომ არ მუშაობდი, მაგრამ ნუ ბოლოს გადავწყვიტე რომ მეთქი ნუ 1000 ლარიონერობა ეს ჩემი ოსნება და თუ მოითხოვს უნდა ვიმუშაო თქო და დავიწყე სამსახური მეგობრებო, დავიწყე და გავხდი 1000 ლარიონერი, ხო? მაგრამ იკითხავთ ახლა, ხო? თვეში თუ ლარი გაქვს 83 წელი ჯერ არ გასულა და 1000 ლარიონერი როგორ ხარ? ეს კითხვა მართლაც ტალანტური კითხვა არის და ეს კითხვა ჩემშიც დაიბადებოდა, მე მაყურებელი ყოფილიყავ და აგიხდით. მე მოვწებდი ისეთ სამსახურს, სადაც თვეში 1 ლარი არ მაქვს ხელფასი. მაქვს 1000 ლარი ხელფასი. აქ უკვე დაისმო ახალი კითხვა, ხო? ეს როგორ? როგორ იპოვე საქართველოში სამსახური და თვეში 1000 ლარი გაქვს? ეს შეუძლებელია, როცა ხალხი თვეში 3 ლარზე კი რა 3 ლარი? 3 ცენტი. 3 ცენტზე წვალობს ხალხი და შენ 1000 ლარიანი სამსახური როგორ იშოვე? ეს კითხვა არ ჩდებოდა ალბათ. მაგრამ მე მინდა აღნიშნო რომ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ ამაზე პასუხი რო გაგცეთ, მე ხო ხდებით რაც მოხდება, ანუ შეიძლება მე გამომაგდო სამსახურიდან და მე თქვენ აგიყვანო იმ სამსახურში, ამიტომ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, სამწუხაროდ ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ თუ შეიძენთ ჩემ კურსებს, თვეში 3 მილიონი ლარად, შემიძლია გიპასუხოთ ამ კითხვაზეც, თუ როგორ ვიშოვოთ 1000 ლარიანი სამსახური საქართველოში ძალიან მარტივად. რავი, თუ გაინტერესებთ, მომწერეთ პირადში და თუ გადაიხდით 1 მილიონ ლარს გასავლით როგორ გახდეთ
1000 ლარი აგერა და როგორ იშოვოთ 1000 ლარიან სამსახური საქართველოში. შემდეგი კითხვა რა გიქნებოდა ალბათ ხო? ანუ 1000 ლარიანი გახდი ხო? 1000 ლარიანი სამსახურიც გაქვს ხო? რა არის შემდეგი? ანუ რას აპირებს ცხოვრებაში შემდეგ? ანუ რაღაც ხომ უნდა ქნა ამ ფულით. ყველა ხო არ მუშაობ, ხო ყველა ხო არ აქვს ეს ფული. და ეს არის ძალიან კარგი კითხვა, მე მინდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე და აღვნიშნო, რომ მე ამ ფულით ვაპირებ, რომ გავხდე 10000 ლარიონერი. ალბათ ფიქრობთ ახლა ეს როგორ 1000 ლარი ხო, მაგრამ 10000 ეს უკვე ბევრია, ბატონო დავით. ალბათ იფიქრებდით 10000 ლარი რა ცხოვრებაში არ მინახია თვალით, იფიქრებდით არც მე არ მინახია, მაგრამ უნდა ვნახოთ. ჩვენ 1000 ლარზე ხო არ დავნებდებით. წინ და წინ. შემდეგ იქნება 1000 ლარი. შემდეგ 100000, შემდეგ მილიონი, შემდეგ 10 მილიონი, 100 მილიონი, მილიარდი. და ეს განვითარდებით და ალბათ სადღაც რამდენი წელს ვიქნები, ალბათ არ ვიცი, რამდენი წელს ვიქნები, მაგრამ 1000 წელიწადში ალბათ ტრილიონერის კი ვიქნები. არ ვიცი, აქ მათემატიკა გასაკეთებელი, მე მაგდენი ტვინი არ მაქვს. მაგრამ შეიძლება გავხდე 1000 წელიწადში 3 მილიონერი კი და ტრილიარდერი, მილიარდერი. ამასაც დავდებ ტუტორიალს, რა თქმა უნდა. და მოკლედ რის თქმა მინდოდა. მე გავხდი 1000 ლარიონერი, მე თუ გავხდი, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გახდეთ 1000 ლარიონერები, იმიტომ რომ მე არანაირი განსაკუთრებული ნიჭით არ გამოვირჩევი. ახლა კი მეუნევიან და მწერენ რომ აი დავით, ყველას გვინდა რომ შენაირი ვიყოთ და შენაირი ტალანტი იჯერა დაბადებულა და როგორ გავხდე შენაირი და მსგავს რაღაცეა, მაგრამ ამიჯერეთ მეგობრებო, მე არ ვარ გამორჩეული თქვენგან, ჩვეულებრივი, უბრალოდ ნიჭიერი ადამიანი ვარ და მეტი არაფერი. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. თუ გინდათ რომ გადავიღო შემდეგი ვიდეო თუ როგორ გავხდეთ 10000 ლარიონერი და დაიკეთ ვიდეო და ჩემი გამოთვლებით 10000 ლარიონერი გავხდები სადღაც თვეში თუ 1000 ლარი მაქვს 10 თვეში 10000 ხომ იქნება 10 თვეში დავდებ შემდეგ ვიდეოს თუ როგორ გავხდეთ 10000 ლარიონერი ხალხო და რავი გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ჩემ მომავალ ვიდეოს 10 თვეში თუ როგორ გავხდეთ 10000 ლარიონერი ხალხო მე მგონი ძალიან პროდუქტიული ვიდეო გამოვიდა კარგად და შევხვდებით 10 თვეში